ორი მთავარი საქმიანობა მაქვს ამ ეტაპზე. ერთი არის მწერალთა სახლში მუშაობა, ძალიან ბედნიერი ვარ, ამ სახლში მუშაობ და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ამ სახლს ისეთი ისტორია აქვს. ანუ თუ ცოტათი მაინც რაღაცას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ქართული მწერლობის განვითარებას, შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ არაუშავს კიდევ უფრო მეც გავაკეთებთ. ანუ ყოველ შემთხვევაში ვეცდებით, მწერალთა სახლი ეცდება, რომ უფრო მეტი გააკეთოს, უფრო მეტი საინტერესო არა მხოლოდ ღონისძიება, არამედ რაღაც ესეთი კარგი ინიციატივა შესთავაზოს კითხვებს და მწერლებსაც. ეს არის ამ ეტაპზე ერთი მთავარი საქმიანობა და მეორე არის თეატრი და დრამატურგია, სამეფო უბნის თეატრი, სადაც მე მუშაობ დიდი ხანია. გულის მეორე ნახევარი იქ დევს, იქ არის დამარხული. დაახლოებით 10 წლის წინ იძახდი, რომ ქართული თეატრი არ არის საინტერესო და ზოგადად თეატრი არ არის საინტერესო. კი დავდიოდი თეატრში, მაგრამ იშვიათად არც ისე ხშირად, მაგრამ მას მერე რაც მე თვითონ ჩავერთე თეატრის მუშაობაში და მე თვითონ დავიწყე წერა, მივხვდი, რომ თუ რაღაც არ მოგწონს და არ გაკმაყოფილებს, უნდა ადგე და შენ თვითონ უნდა გააკეთო რაღაც, თუნდაც მცირედი იმისთვის, რომ შეცვალო ის, რაც არ მოგწონს. 2008 წელს, როდესაც ნიკა თავაძემ დაარსა ესეთი ფესტივალი, არდი ფესტი, 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი. ამ 2008 წელს მე დავწერე პატარა პიესა და ნუ რას წარმოვიდგენდი, რომ ამ პიესამ გაიმარჯვა საუკეთესო დრამატურგის ნომინაციაში და ეს რაღაცა პატარა გამარჯვება ჩემთვის ძალიან დიდი იყო. მე მანამდეც მქონდა რაღაც წერის ცდილობები, თუ დაიბეჭდებოდა, მე არ მქონდა უშუალო გამოხმაურება მკითხველისგან, ანუ ვერ ხედავდი მათ რეაქციას. თეატრი არის იდეალური შემთხვევა, როდესაც ყოველ საღამოს რამდენჯერაც სპექტაკლს თამაშობენ, ახალი მაყურებელი მოდის, სხვა მაყურებელი მოდის და ყოველ საღამოს სპექტაკლი არის სხვადასხვანაირი. ქიმიური დამოკიდებულებას გავს თეატრთან, თუმცა მე მართლა მაინტერესებს ცოცხლად ყოველ ღამე გავიარო, ყოველ საღამოს როცა სპექტაკლს თამაშობენ, გავიარო ეს თავიდან ეს პროცესი. თავიდან ვინერვიულო და თავიდან უყურო როგორ იბადება ტექსტი, რომელიც ნუ ერთხელ დაწერე და დამთავრდა ხო, მაგრამ არ მთავრდება, რამდენჯერაც თამაშობენ, იმდენჯერ თავიდან იწყება. არა, ხო, არც ერთი პიესა არ არის ესე დარჩენილი, ზოგი ორჯერაც დადგმულა. უბრალოდ მე ყოველთვის ძალიან კონკრეტული მიზნით წერ ხოლმე პიესას. უფრო ხშირად მე ვიცი, თქვათ, რომელ რეჟისორს ვუწერ პიესას, სადღაც დაიდგას და ხშირ შემთხვევაში წინასწარ იმასაც ვარკვევ, როცა თქვათ სიუჟეტი მოფიქრებული მაქვს, ვინ ითამაშებს ამ პიესაში. ახალი თეატრში არასოდეს არაფერი არ არის, ძველმა ბერძნებმა რაც გააკეთეს, იმაზე მეც ვერასოდეს ვერავინ ვერ გააკეთებს. ამიტომ თვისებრივად სრულებით ახალი თეატრში ვერაფერი ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, კლასიკას და ძველ დიდ შემოქმედებს, ვინც თეატრში იყო, არავინ არ აკნინებს და მათი მნიშვნელობა ძალიან დიდია და ჩვენც უნდა გვიყვარდეს და ვაფასებდეთ, მაგრამ იმასთან ერთად რაღაც ახალ სათქმელზეც უნდა მუშაობდეთ და თუ თქვათ ეს ახალი სათქმელი მოითხოვს რაღაც მეტად ისეთ ექსპლიციტურ ან თქვათ თამამ ფორმას ან თუნდაც ლექსიკას ხო ამის გამო რაღაც გლოვის ზარები არ უნდა დაარიშხოს ხოლმე უფროსმა თაობამ ეს ხდება ხშირად სამწუხაროდ და არ უნდა თქვათ რომ აი როგორ დავეცით რომ თეატრი იყო ტაძარი და ეხლა ეს აკეთებენ ახალგაზრდები ეს უბრალოდ არასერიოზული დამოკიდებულება ნუ სულ არ ვაკადრებ და არ ვიტყვი რომ არაპროფესიონალური, მაგრამ ფაქტია. თუ თეატრი აქტუალური არ არის, მაშინ ის საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მე პირდაპირ ვიმეორებ იმას, რასაც ამ შემთხვევაში თუმანიშვილი ამბობდა, რომ თუ თეატრი დგას აქ დღეს, თქვა თბილისში, ბათუმში, ფოთში ან რაღაცა, ის აუცილებლად უნდა ეხმაურებოდეს, ეხმიანებოდეს იმას, რაც ხდება მის ირგვლივ და იმ ხალხისთვის უნდა იყოს, რომელიც იქვე ცხოვრობს, რომელიც მის ირგვლივ ცხოვრობს, უნდა იყოს აქტუალური მოკლედ. ხადია რომ დღეს უფრო მეტი შესაძლებლობაა იმისი რომ არ იკითხო პრობლემა ალბათ ჭყალებში მე ვიტყოდი ისე ჩემთვის პირადად ჩემს თაობაში და უფრო უმცროსებთან ურთიერთობაში არის ის რომ ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ სიტლანქეს რაღაცა ტლანკ გამოხატვის ფორმებს და თქვა აი ნახევარ ტონებში რაღაც ქვეტექსტებზე ლაპარაკი უკვე ძნელია ძალიან იმიტომ რომ თქვა ახალი თაობა უფრო მიეჩვია თუმცა მე არ ვამბობ რომ ძველი თაობა მაინდამაინც შეიძლება ბრწყინავდა ამ საკითხში მაგრამ ახალ თვალშიცაცემია რომ მიეჩვია ძალიან შავად და თეთრად გაყოფილ
ესთეტიკას და ამიტომაც საჭიროა თქვა იგივე თეატრშიც და ლიტერატურაშიც ავტორებმა მოძებნონ რაღაცა გზები შუალედური რომ თქვა არც თქვა კომპრომისული იყოს და არც ისე მოხდეს რომ მე ჩემთვის ვიჯდე ვაკეთო რაღაც ბროლის კოშკში გამოკეტილმა რაღაც ისეთ რომანი დავწერო რომელსაც 15 ფილოლოგის გარდა არავინ არ წაიკითხავს თუ გინდა რომ თქვა რაღაც ის სათქმელი მიიტანო უნდა ეძებ უნდა მოერგო ამ მოთხოვნებს დროის ჩემთვის ხშირად უკითხავთ ადრე უფრო მეტად და ახლა უფრო ნაკლებად მეკითხებიან უკვე რატომ არ მივდივარ სადმე თქვათ დაუშვათ შვედეთში სადაც შემეძლო ენის ცოდნის გამო დავსულიყავი თუ მე წერ ქართულ ენაზე სხვა ენებზე წერა ჩემთვის ძალიან არაორგანულია და მგონია რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თუ დავრჩები აქ ვიცხოვრებ აქ და შევეცდები რაღაცა გავაკეთო რა გამოვაკაც მარიცის არც ქალმა და რაღაც აი რა თქვა ასპარეზი ამ შემთხვევაში როგორც დრამატურგს ნებავთ როგორც თარგმნელს ნებავთ აი წერალთა სახლში რაღაც პროექტების კოორდინატორს ხო აქ უფრო მეტი მაქვს მიუხედავად ბევრი სირთულისა და მიუხედავად იმისა რომ თქვა სხვა ქვეყანაში ცხოვრება უფრო იოლი იქნებოდა სუფთა ესეთი ნებავთ მატერიალური და სხვა თვალსაზრისით მაგრამ საინტერესო უფრო აქ არის და მე ჩემ თავს ვხედავ თქვა რაღაც უახლოესი რამდენიმე წელს განმავლობაში აუცილებლად საქართველოში და კიდევ უფრო მეტი მცდელობით რომ რაღაცა გავაკეთო